კომერციული ბანკები ეგრეთ წოდებულ შავ სიებს აუქმებენ. ამ თემაზე ბანკები უკვე შეუთანხმდნენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. ეროვნული ბანკიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ბექა მჭედლიშვილი საუბრობს. ბექა, შავი სიების გაუქმების შემდეგ როგორ გააკონტროლებენ ბანკები არაკეთილსინდისიერ გადამხდებს? უკვე ცნობილია, რომ შეიქმნება ერთიანი ბაზა კრედიტ ინფო, სადაც დაფიქსირდება ყველანაირი ინფორმაცია მომხმარებლის კრედიტის შესახებ, ეს იქნება როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური ინფორმაცია და სწორედ ეს გახდება მთავარი ბანკებისთვის და ამის მიხედვით მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებას, ვის უნდა მისცენ სესხი. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ამ დროისთვის და ეგრეთ წოდებული შავი სიები არის გაუქმებული. რამოდენიმე ცოტა ხნის წინ გააფორმდა მემორანდუმი ეროვნულ ბანკში, აქ იმყოფებოდნენ ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ სწორედ ამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინიციატივა ეკუთვნის ეროვნულ ბანკს. შესაბამისად ამ მემორანდუმის მიხედვით ყველა ბანკი, კომერციული ბანკი იღებს ვალდებულებას იმაზე, რომ ისინი ყურადღებას აღარ მიაქცევენ სწორედ ამ სიას და ამ პრინციპით სესხების გაცემა აღარ მოხდება. აღარ იარსებებს ესეთი სია, ანუ კლიენტის შესახებ დადებითი და უარყოფითი ინფორმაცია ერთად იქნება, უბრალოდ იარსებებს მონაცემთა ბაზა, ანუ როგორც შესრულებული ვალდებულებების ინფორმაცია იქნება შეტანილი მონაცემთა ბაზაში, ასევე შეუსრულებელი. ზოგადად არის მიღწეული შეთანხმება იმის შესახებ, რომ კლიენტს უარის თქმა სესხის აღებაზე ბანკის მხრიდან არ იქნება შესაძლებელი კრედიტ ინფოს სიაში ყოფნის გამო. ამჟამად მთლიანობაში მონაცემთა ბაზაში გვაქვს დაახლოებით 2 მილიონი ჩანაწერი. მაგრამ გვაქვს ეს ორი ბაზა, ერთი პოზიტიური, ერთი ნეგატიური. ახლა დადებითი ფაქტი მოხდა ის, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ამ მონაცემთა ბაზას ერთმანეთთან ვაერთიანებთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მექანიკური გაერთიანება. თუ აქამდე თქვენ ხედავდით ნეგატიური ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, თქვა პიროვნებას ჰქონდა ვადაგადაცილება და ეხლა დაფარული აქვს. ჩვენ კლიენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა დაენახა, რა თანხით ჰქონდა ვადაგადაცილება, რა ხნის განმავლობაში ჰქონდა და ცოტა რთული იყო ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება. ახალი მონაცემთა ბაზამ მიცემ თქვა საშუალებას, რომ დაინახონ თუ რა ვადით, რა თანხით ჰქონდა ვადაგადაცილება. როგორც გითხარით, დღეს ეროვნულ ბანკში იყო მოსული ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი, მათი განცხადებით ეს მიღებული გადაწყვეტილება საგრძნობლად გაზრდის სესხების გაცემის პროცესს და უფრო მეტი სესხს გაცემენ თავად კომერციული ბანკები, ასევე მათი განცხადებით ამის შემდეგ უკვე მოხდება კონკრეტულად იმ მიზეზების გამოკვლევა, თუ რატომ ვერ გადაიხადეს მომხმარებლებმა სესხები და სწორედ ეს მიზეზების გათვალისწინებული იქნება. წოდებულ შავ სიაში მომხდარ ადამიანისათვის კრედიტის აღების შემსრულებელი ფაქტორი იყო აქამდე. ამ ბოლო პერიოდში როგორც იცით, ბანკებმა ძალიან გააქტიურეს საკრედიტო საქმიანობა და ეს მემორანდუმის ხელმოწერა კიდევ ერთ წინგადადგმული ნაბიჯი არის და უკვე კრედიტი ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც კრიზისის პერიოდში პრობლემები შეექმნათ სესხის გადახდაში, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა უკვე გაისწრეს ვალდებულებები და ამჟამად მათთვის უკვე კრედიტების აღება შესაძლებელი გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტების დაცვის კუთხით. თითოეულ კლიენტს ბანკში საკუთარი საკრედიტო ინფორმაცია ექნება. პროკრედიტ ბანკისთვის პრიორიტეტულია პრობლემის არსის შესწავლა. ეს ცვლილება მომავალში ბანკებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაადვილებს. დღეს ეროვნული ბანკის ინიციატივით კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ცნობილია, საკრედიტო ინფორმაცია მთელი ამ დროის განმავლობაში 7 წლის განმავლობაში ინახებოდა მომხმარებლის და ეს დრო 5 წლამდე შემცირდა. როგორც გითხარით, მემორანდუმზე ხელი მოწერილია და უკვე განახლებული წესებით დღეიდან შევიდა ძალაში. ბექა მჭედლიშვილი საუბრობდა კომერციული ბანკების მიერ შავი სიების გაუქმების თემაზე. მადლობა.